ბებო, გისმენდენათ. ახლა რა გასაკეთებ? ახლა რას ვაკეთებ, ბებო და მუზეუმს, თეატრის მუზეუმი არის დაინტერესებული სკოლების ისტორიით. და ეს ცნობა რომ გავიგე, მართლა ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ჯერ მე იჩხის სკოლაში მუშაობდი, მეორე კიდევ იმდენი კარგი ადამიანები გაზარდა, წარჩინებული მეცნიერები, დოქტორები, პროფესორები, ჩვენი გვარიდანაც ძალიან ბევრი წარჩინებულია გვარუციძეები და მე არ შემეძლო რომ ამ საქმეზე უარი მეცქვა და არ გამოვხმაურებულიყავი. თუმცა ძალიან კი მეძნელა 85 წლის ადამიანისგან ახლა ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ არავინ აღმოჩნდა მსურველი და მენანებოდა რომ მე ეს დიდებული სკოლის ისტორია დამეკარგა და განსაკუთრებით ну რა ვიცი ახლა მადლიერი ვარ და მადლობელი ვარ გიორგი დვალაშვილის, რომლის სურათსაც ახლა ვუყურებ. ეს არის გიორგი დვალაშვილი, ტარასის ძე, რომელმაც შექმნა სკოლის უდიდესი მატიანე, უდიდესი ნაშრომი. აი, ну არ ვიცი მე ეს იყო როცა სკოლა დაარსდა დედაითხვისში, სულ ჩქარა მერე როგორც მასწავლებელი მოვიდა, მერე გამგე იყო და 50 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენ სკოლას, იყო რუსული ენის სპეციალისტი, ძალიან კარგი ადამიანი, ცოდნის გარდა მეოჯახე, ну ყველასთვის საყვარელი პიროვნება იყო და მე როცა სკოლაში მოვედი, ჩემ დროსაც დამხვდა ეს პიროვნება და ძალიან კარგი რჩევა დარიგება იცოდა ამ ადამიანმა და თვითონ ამასაც დაწერილი შვილო ეს ისტორია თავისი მოღვაწეობიდან 1984 წლამდე და მინდა ახლა რომ ეს არ დავკარგო ეს ჩვენი სკოლის მიღწევები.